რა ბედიელის უკრაინას. მსოფლიოს ლიდერების ყურადღება ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის დონალდ ტრამპისკენაა მიმართული. რუსეთის მისამართით პრეზიდენტ ტრამპის გზავნილებიც არ წყდება. დღეს მან საკუთარ სოციალურ ქსელში დაწერა. არ მსურს ზიანი მივაყენო რუსეთს. მიყვარს რუსი ხალხი და ყოველთვის ძალიან კარგი ურთიერთობა მქონდა პრეზიდენტ პუტინთან. ეს კი მიუხედავად იმ რადიკალი მემარცხენეების ფარსისა, რომლებიც სულ იძახდნენ რუსეთი. ვერასდროს დავივიწყებთ, რომ რუსეთი დაგვეხმარა მეორე მსოფლიო ომში გამარჯვებაში და ამ პროცესში თითქმის 60 მილიონი სიცოცხლე გაწირა. და ამ ყველაფრის გამო მე ვაპირებ ძალიან კარგი საქმე გავუკეთო რუსეთსა და პრეზიდენტ პუტინს, რომლის ეკონომიკაც ძალიან ცუდ დღეშია. მოაგვარეთ ახლა ეს საკითხი და შეაჩერეთ ეს სასაცილო ომი. წინააღმდეგ შემთხვევაში ყველაფერი უფრო ცუდად იქნება. თუ ჩვენ შეთანხმებას ვერ მივაღწევთ და ვერ მივაღწევთ მალე, სხვა გზა აღარ მექნება, გარდა იმისა, რომ დავაწესო მაღალი გადასახადები, ტარიფები და სანქციები ყველაფერზე, რასაც რუსეთი შეერთებულ შტატებში და სხვა ქვეყნებში ყიდის. მოდით დავასრულოთ ომი, რომელიც არასდროს დაიწყებოდა მე რომ პრეზიდენტი მყოფილიყავი. ჩვენ შეგვიძლია ეს გავაკეთოთ მარტივი გზით, ან რთული გზით. შეთანხმების დროა. აღარ უნდა დაიღუპოს მეტი ხალხი. რამდენად მკაცრია კრემლისთვის ტრამპის გზავნილები, რომლებიც ეკონომიკურ საკითხებთანაა დაკავშირებული. ანალიტიკოსები ამბობენ, რომ რუსეთიდან სხვადასხვა ნედლეულის ექსპორტის მნიშვნელოვანი ზრდის მიუხედავად, შიდა ეკონომიკური აქტიურობა მუშახელის სიმცირისა და მაღალი საპროცენტო განაკვეთების გამო არაა დამაკმაყოფილებელი, რაც თავის მხრივ სანქციებს უკავშირდება. სააგენტო როიტერი საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ პუტინი რუსეთის ეკონომიკის სავალალო მდგომარეობით შეშფოთებულია. ბაიდენის ადმინისტრაციამ უფლებამოსილების გადაბარებამდე რუსეთს სანქციები გაუმკაცრა. დონალდ ტრამპი კი ამ სანქციების კიდევ უფრო დამძიმებას განიხილავს. შედეგი რამდენიმე დღის წინ უკვე ვნახეთ, როდესაც პუტინმა გრძელვადიანი მშვიდობის აუცილებლობაზე ისაუბრა. სამხედრო მიმომხილველთა აზრით, ამ მოცემულობაში პუტინს მშვიდობისკენ ნაბიჯის გადასადგმელად რეალური მოტივაცია აქვს.